მინდა მოგესალმოთ ყველას. Დიდი მადლობა პირველ რიგში იმ ხალხს, იმ მრავალ ასეულ ადამიანს, რომელიც მოვიდა ბიომედთან, რამდენიმე დღის წინ დაბადებაზე მქონდა და ხალხს არ ვავიწყდები და წარმოუდგენელი რაოდენობის სითბო წამოვივიღე და ენერგია და მინდა გითხრათ, რომ თითოეული ამ ადამიანის მინაში ვარ ვალში და ვარ ძალიან მადლობელი იყოს სიცივე, ქარი, ყველაფერი და საათობის განმავლობაში ადამიანები და იქიდან მომხნევდნენ. მე მინდა მადლობა უთხრა ასევე აი ამ პატარა ბიჭს, რომლის სურათი ნახეთ, რომელიც დგას ამ ულამაზეს პატარა ბიჭს, რომელიც დგას აქციაზე თავისუფლება მიშას პლაკატით და მე მინდა არ მინდა ჩავმოთვალოთ ნეპოტიზმში, მაგრამ მინდა უბრალოდ წავიკითხო, რაც მომწერა ჩემმა საამაყო შვილმა ედვარდმა. მიშა დაფრთხეს ძალიან გილოცავ დაფრთხეს ამ მნიშვნელოვან პერიოდში შეგიძლია გადახედო ბოლო წლებს და თქვენსაც თქვა დაწუნებით, რომ გაქვს რაც არ აქვს, რაც აქვს ძალიან ცოტა. აზრიანი ცხოვრება, შიგნით თუ გარეთ. თანამდებობ მონეტი ყველაფერს რაც ხდება და კიდევ დიდხანს იქნები ედვიჩა და მე მინდა შემდეგი რაღაცა მინდა გელადოს სიტუაციასთან დაკავშირებით. ჩვენ შედეგი რა თქმა უნდა უკვე გვაქვს. აი ამ უზარმაზარ სახალხო ენერგიას შედეგი არ იქნებოდა ეუთოს ასეთი დასკვნა თუ არა და ხალხის მასობრივი ასობით ათასი ადამიანის გამოსვლა. ეს დაიდო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დასკვნა, სადაც გაცამტვერებულია ეგრეთ წოდებული არქივები. ჩვენ რო ხმა არ გამოგვეყო, თქვენ რო არ ყოფილიყავით ქუჩაში, კაციშვილი ამას დასკვნებს არ დადებდა. ეუთო პირდაპირ მოუწოდებს ქართულ ხალხს, რომ იაქტიუროს და ქართულმა ხალხმა გადაწყვიტოს საბოლოოდ ამარჩენების ბედი. ეს მე არ მახსენდება ასეთი დასკვნა. ეს არის ჩვენი მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების ძალიან მაგარი მუშაობის შედეგი, ჩვენი ჟურნალისტების მაგარი მუშაობის შედეგი, პოლიტიკური პარტიების მაგარი მუშაობის შედეგი. მინდა ვთქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო აქტივობა არის ძალიან პოზიტიური ხასიათი და ძალიან ასამკითხოს ამ პერიოდში, ასე რომ ძალიან ნათელია ყველაფერი. ჩვენმა მეგობარმა დონალდ ტუსკმა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ქართულ ხალხს, რომ იაქტიურონ ქუთებში. ასეთი რამე ის ძალიან იშვიათად ხდება. იგივეს მოუწოდებს ძალიან ბევრი საერთაშორისო მოღვაწე, სახელმწიფოს ლიდერი პრაქტიკულად იგივეს მოუწოდა პრეზიდენტმა მაკრონმა და ჩვენ რა თქმა უნდა ამ აქტიურობას აქვს კონკრეტული შედეგი. ამავე დროს მოდით მოვიტყვეთ. ჩვენ საქმე გვაქვს იმ ხალხთან, იმ ბანდასთან, რომელსაც ეს მხოლოდ ერთადერთი ენა. ეს არ არის შეგონების ენა, ეს არ არის შელოცები, ეს არ არის ხონები, ეს არ არის თხოვნები, ეს არ არის მოწოდებები სასაცილოდ არ ყოფილა. ამ ბანდას, ამ კრიმინალურ ბანდას, ეს მოეწოდა საქართველოში, ეს მხოლოდ ერთადერთი ენა და ეს არის ჯოხის ენა. და მეგობრებო, ჩვენ კი უნდა ვაწყლარებდეთ, ნუ გეშინიათ. პირიქით უნდა ეშინოდეთ მანამ სანამ ხალხს წინაში არ დაიხევენ უკან. ჩვენ კი უნდა მოუწოდეთ, რომ მოდით დაველაპარაკეთ. ისინი უნდა გვახსნათ კალთას, რომ რაღაცაზე მაინც დაველაპარაკოთ. ეს არის დღეს ერთ-ერთი გამოსავალი. შევწყვიტოთ ეს შეგონებები და შელოცვები და ღიმილიანი მოწოდებები რამესკენ. რაც ნიშნავს ეს ჯოხი? ეს ჯოხი არის ძალიან ყოველდღიურზე უფრო მეტი შეტევა. ეს არის გაფიცვა, ეს არის იმ ბიზნესების ბოიკოტი, რომელიც ძარცვას ქართულ ხალხს ძალიან ბევრმა ბიზნესმა მოიღო ხმა, მაგრამ მაგხარის გერჩა ის ხალხი ტენდერებზე იპარავს ფულს, ესე იგი კიდევ ჩვენგანს აცლის ჯიპიდან ფულს. ეს არის შენობების მათი არ შეშვება და არ გამოშვება, იმიტომ რომ ვიღა ტიპებს მიტაცებულია შენობები და თავის თავს უწოდებენ საქართველოს მთავრობას. და ვითომ ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდება. ასობით ათასი ქართველი არის ქუჩაში, ყველა არის ძალიან გაბრაზებული და ესე ჩვეულებრივად დადიან სამსახურში, შედიან, გამოდიან და იქ აკეთებენ განცხადებას. ეს არ არის ნორმალური სიტუაცია. ეს შენობები ეკუთვნის ქართულ ხალხს. ეს შენობები ეკუთვნის საქართველოს ერთადერთ ხელისუფლებულ წყაროს. ეს არის საქართველოს მოქალაქე. ამიტომ მე მინდა შემდეგი რაღაც გვაქვს ინფორმაცია, რომ ივანიშვილს და ძალიან საკმაო ინფორმაცია, რომ ივანიშვილს საინკასაციო მანქანებით გააქვს პური აეროპორტში. მეც მაქვს ეს ინფორმაცია ძალიან ბევრ სხვა ადამიანს. ის ემზადება წასასვლელად, მაგრამ ის არ ჩქარობს არცად წასვლას. ის თავისი და არსად არ წავა.
და თხოვნებით რომ მას თითქოს არაფერი არ აქვს დასაკარგია ბევრი რაღაცა მან ეს თავის თავზე მოირგო და მიაჩნია საკუთარ და თქვენ მიაჩნიხართ ზედმეტად ამ ქვეყანაში ამიტომ ოდით ზედმეტ ილუზიები გავდოთ გვერდზე და როდესაც ვსაუბრობთ შეტევაზე ვსაუბრობთ მართლა შეტევაზე ყოველ ჯერზე ეს უნდა იყოს პირველად უფრო ბევრად უფრო ძლიერი ზეწოლა და ეს არის მოძრაობა ქვემოდან ზემოთ. ეს რა თქმა უნდა არ არის პოლიტიკური ლიდერების მოძრაობა. ეს არის მოძრაობა ქვემოდან ზემოთ, ეს ნიშნავს იმას, რომ დიდი დიგიტალურ ეპოქაში ეს არის შესაძლებელი თვითორგანიზება. მაგრამ ამავე დროს კიდევ მეორე მხარეს გვაქვს რა ქვია, სრულიად არაცივილიზებული, სრულიად დაუნდობელი, სრულიად ეტალაზე წამსვლელი ეს პრეზიდენტში ძალასთან რომელსაც ეზიზღება მათ ქართველი ხალხი და რომელსაც თუ ახლა გავუვიდა ყველას დაიჭერს ყველას გაარცევს ყველას გაანადგურებს მათ არ აინტერესებს რომ პროტესტების დროს ეკონომიკა რადგურდება რაც უფრო განადგურდება მათთვის უკეთესი რაც უფრო უარი სიტუაცია იქნება მათთვის უკეთესი ამიტომ ჯო არა გვაქვს ანაკონდას ბევრი დრო აქვს ანაკონდას აღსად არ ეჩქარება საქართველოს ქართულ ხალხს ბევრი დრო არ აქვს და ახლა საჭიროა ის გაზეთ საუბრობ. ეს პროტესტი და გაძლიერდეს უნდა გადაიზარდოს ბევრად უფრო ძლიერ ზეწოლაში იმიტომ რომ ძალიან ლამაზია და აღმაღელვებელია ხურუმის კვლევა რუსთაველზე. მაგრამ იმად ნერვი არ უტოქდებათ. იმად ეზიზღება ქართულ ხურუმს უნონებაც. ჩვენი საზომებით მოუდგებით მათ. ისინი სხვანაირად აზრობენ, სხვაგანაკიან ჩაჭრილი. და ამ სიტუაციაში მათ უნდა ველაპარაკოთ იმენით, რომელიც მათ ესეთ. მხოლოდ ძლიერი პოლიტიკური ჯოხის ენით. სხვანაირ შემთხვევაში ეს შეშინება გაუვლით თუ ამჩნევთ ბოლო ხანებში რაღაცა ცილობა რეგიონალო და სხვა შემთხვევაში ისინი შეეცდებიან კიდევ ჩამოეკონციალონ ხელისუფლება და ჩაიყოლოთ თავის წინააღმდეგ ჯაუშიტები და ამის საშუალება არ უნდა ამიტომ მეგობრებო ხარს უჭერს ყველანაირ ფორმატს რომელიც ხარს უჭერს ერთიანობას კოორდინაციას ერთად ყოფნას მე მინდა გვესმოდეს რომ სანამ ხალხი არის ქუჩაში არის იმედი ჩვენი ქვეყნის გადარჩენის მაგრამ ხალხი ქუჩაში უსაშუალოდ არ უნდა იყოს და დაუსრულებლად ხალხს ჭირდება შედეგი ერთ წრეზე სიარული არ უნდა დაუშვათ თუ ხალხი ჩამოყავს რეგიონებიდან მაგალითად უკან არ უნდა გაუშვათ გამარჯვების გარეშე თუ ძალიან ბევრ ხალხს ტრიფავთ ის არ არის უბრალოდ ფონი განცხადებების ეს არის იმისათვის რომ ვიმოქმედოთ მოქმედება შეტევა ზეწოლა ბოლომდე კითხარ იხუჟება ხელი ჩავკიდოთ ხელქვეყანაში ერთმანეთს ჩავკიდოთ ხელი მაგრამ საბოლოო ჯამში გამარჯვება არის ძალიან ახლოს და არ უნდა გაგვისწრეს ხელიდან ეს გამარჯვება არ უნდა გაგვისწრეს ხელიდან ეს ბოროტება საქართველოს ისახურებს და მიიღებს ბევრად მაგარ მოყოლს საქართველოს წყალს წარმოუდგენელი ახალი თაობა და წარმოუდგენელი ყველა თაობა ყველა ასაკის ადამიანებს უსმენ და გაოგნებული ვარ ინტელექტის შემეცნების სოფლიო კონტექსტში თავის ჩასმის უნარის დონით წარმოუდგენელი რაღაც მოხდა საქართველოში ეს არის ნამდვილი რევოლუცია იმ გაგებით რომ პრაქტიკულად ახალი ფორმაცია შედგა ქართველების შედგა ერთ-ერთი ყველაზე წინ სამოქალაქო საზოგადოება დღევანდელ ევროპაში ეს არის ძალიან საამაყო და ჩვენი ვალი რომ მათ ვერ დაამარცხულეს სამოქალაქო საზოგადოება სამოქალაქო საზოგადოების ვალია რომ არ იყოს სკვერპი არამედ იყოს პირიქით შეტევი პირიქით აგრესიული იმიტომ რომ ის სამდე მართალი ხარ სამდე მართალი და სამდე მართალმა არ შეიძლება იაროს წინ და არ შეიძლება დაიხიოს უკან ასე რომ მეგობრებო მე ჩემ თავი გადავდებ
გავწილოთ ჩამოვიდი ამაზეა ეგრეთ წოდებული სასამართლო პროცესი, მაგრამ მე თაქეთს ვიხდი იმ უამრავი ადამიანის წინაშე, რომელსაც ასევე თავისთავად გადავიდა. ახლა დროა ყველაფერი ეს გადაიზარდოს ჩვენს გამარჯვებაში. გადადების დრო არ არის, დაყოვნების დრო არ არის, მოთმინებისკენ მოწოდების დრო არ არის, იმიტომ რომ დრო არ იქნებს. საქართველოს წინ და რაც შეიძლება ჩქარა. გავიმარჯვებთ სახელოვნად. გავიმარჯვებთ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით და ერთობლივი გამოსვლებით. გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს გამარჯვებისთვის დაბადებული ერი. ჩვენ ვართ გამარჯვებისთვის დაბადებული საზოგადოება. და ვერანაირი სახესი, ვერანაირი ოლიგარქი, ვერანაირი კრიმინალური ბანდა ამ ჩვენ ტოლას გამარჯვებისათვის ვერ ჩაახშობს. მე მჯერა საქართველოში როგორც არასდროს. აბა თქვენ იცით წარმატებები და я хочу привитать с Рождеством Христовым украинский народ, перемоги и миру нам всем, и счастья, и успехи. Дуже пишаюсь своим украинством, дуже пишаюсь народом України. Щоб ასულოცავ უკრაინელებს, რომელიც ხვალზე იმობენ აღნიშნავენ ამ დღესასწაულს და щоб ასულოცავ ყველას, ვინც ხვალზე იმობს ქრისტესობის დღესასწაულს. აბა თქვენ იცით. ყველაფერი კარგად გქონდა. Está